ჩვენ გვაქვს 9 თვის მონაცემი მიმდინარე წლის, სადაც 516 სამართალდარღვევის ფაქტი არის გამოვლენილი. აქედან აბსოლუტური უმრავლესობა 455 შემთხვევა გვაქვს ხე-ტყის უკანონო მოპოვების და ტრანსპორტირების ფაქტები. დანარჩენი არის ტყის ტერიტორიის თვითმფრინავად დაკავება და სახერხის საამქროების და სანახშირების გამოვლინება. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ სტატისტიკა განსხვავებით წინა ათეული წლების სტატისტიკისგან მცირდება, მაინც სამწუხაროდ გვიწევს, რომ კიდევ ერთხელ დამატებით საინფორმაციო კამპანია ვაწარმოოთ და მოუწოდოთ მოსახლეობას, რომ მაქსიმალურად დაიცვან წესები სახელმწიფო ტყეში. ამ ადამიანებმა არ იციან ჯარიმების შესახებ თუ მათ გარკვეულ ნაწილს უღირთ ამ ჯარიმების გადახდა და მაინც განაგრძობენ ამ უკანონო ქმედებას. აი როგორია თქვენი დაკვირვება, რა სიტუაცია რა ხდება, რატომ ხდება ეს შემთხვევები? უნდა ითქვას, რომ ობიექტურად ხდება რა თქმა უნდა შემთხვევები, როცა ადამიანებს შეცდომით მოსდით, რიგი ქმედება და შეცდომით ხდება, რომ მოიჭრას ერთი თუ ორი ძირი ხე. მაგრამ ეს შემთხვევები სამწუხაროდ არ არის ხშირი. უფრო ხშირად გვაქვს გაცნობიერებული ქმედება, როცა ამ ინდუსტრიით დაკავებული პირები ძირითადად ცდილობენ, რომ კანონის გვერდის აავლით დაამზადონ ხე-ტყე და მიიღონ ეკონომიკური სარგებელი. აქ უნდა ითქვას, რომ შესაძლოა მანამდე უღირდათ ამ ფინანსური სანქციების სიმცირიდან გამომდინარე, მაგრამ ახლა უკვე გამკაცრებული კანონმდებლობის ფარგლებში ვფიქრობ, რომ არც ფინანსურად და არც სხვა კუთხით არ ღირს მსგავსი დანაშაულის ჩადენა. როგორია ჯარიმების ოდენობა, რისი გადახდაც უწევთ იმ ადამიანებს, ვინც ტყესთან დაკავშირებით დაარღვევს კანონს? ჩვენი საინფორმაციო კამპანია სწორედ ამ მიზეზსაც ემსახურება მათ შორის მიმდინარე წლის მაისის თვეში გამკაცრდა კანონმდებლობა. თუ კი მანამდე გვქონდა პირველ შემთხვევაში უკანონჭრის ფაქტის გამოვლენისას 2000 ლარი ფინანსური სანქცია და განმეორებით შემთხვევაში გვქონდა 5000 ლარიანი სანქცია, ანუ ფინანსურ ნაწილში შემოიფარგლებოდა სამართლებრივი სანქცია. ეხლა უკვე გვაქვს განმეორებითობა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ანუ იმ შემთხვევაში თუ კი სუბიექტი გაიმეორებს წლის განმავლობაში უკანონო ჭრას, ამ შემთხვევაში დგება უკვე პირდაპირ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ამიტომაც გვინდა რომ ვინაიდან ჩვენი გარემოსდაცვითი სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიზანს არ წარმოადგენს მოქალაქეების დასჯა, პირიქით გვინდა რომ ბუნებას გაუფრთხილდეთ და მოქალაქეები დავისწვათ ნებისმიერ უნებლიეთ ჩადენილი დანაშაულისგან და მოუწოდოთ მათ, რომ კანონი კიდევ უფრო გამკაცრებულია და არ დაარღვიონ წესები. და ზოგადად ეროვნული სატყეო სააგენტოს მთავარი ფუნქცია მოვალეობები რაში მდგომარეობს? რა არის ის აუცილებელი ღონისძიებები და მნიშვნელოვანი აქტივობები, რასაც წლის განმავლობაში ტყეებთან დაკავშირებით ახორციელებთ, უფრო მეტად რომ ჩაგვახედოთ შიდა სამზარეულოში? პირველ რიგში მთავარი ამოსავალი წერტილი ეროვნული სატყეო სააგენტოს ფუნქციების არის ტყის მოვლა აღდგენა და პრევენცია უკანონო ჭრის შენარჩუნება იმ ბუნებრივი გარემოსი, რაც საბინადროდ გვაქვს და ჩვენი ტყეები მოგეხსენებათ არის 98% ბუნებრივად განახლებადი ტყეები, რომელსაც თვითრეგენერაციის უნარი გააჩნია. ამიტომაც ეს არის ის საგანძური, რომელსაც მოფრთხილება სჭირდება. ჩვენ წლიდან წლამდე გვახსოვს, რომ 90-იან წლებში ტყე იჭრებოდა არასისტემურად და დღეს ამ არასისტემურ შედეგებმა გვაჩვენა გრძელვადიან პერსპექტივაში უარყოფითი შედეგები, მიწის დეგრადაცია, ეროზიული პროცესები, მეწყრული პროცესები და ასე შემდეგ, მათ შორის ერთ-ერთი მიზეზი არის უსისტემო ჭრები. ამიტომ ეროვნული სატყეო სააგენტოს მთავარ მიზანს წარმოადგენს, რომ მსგავს პროცესებზე ზემოქმედება შეამციროს იმით, რომ მოუაროს ტყეს და მოვლა აღდგენის ღონისძიებები განახორციელოს. რამდენი პროცენტი უკავია ტყეებს საქართველოში? ტყეების 45%-მდე არის მთელი ტერიტორიის საქართველოში, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია. ლიდერი ვართ, შეგვიძლია ვთქვათ რეგიონში და ბევრ ევროპულ ქვეყანაზე წინ ვართ ამ მიმართულებით. თან ეს არის, როგორც უკვე აღნიშნე, ბუნებრივად განახლებადი ტყეები, განსხვავებით ევროპის კონტინენტისგან, სადაც იქ ბუნებრივად განახლებადი ტყეები სამწუხაროდ აღარ დარჩენ, ვინაიდან ინდუსტრიალიზაციის ეპოქამ თავისი კვალი დაატყო ამ კონტინენტს და ხშირად გვაქვს ასე ვთქვათ გამოცდილების გაზიარება ევროპულ კოლეგებთანაც ამ მიმართულებით, რომ მათ ძალიან მოსწონთ ჩვენი ბუნებრივი ტყეები და ცდილობენ მაქსიმალურად დაუახლოვონ თავიანთი ტყეებით ჩვენ მიმართულებას. ამ ეთერში არაერთხელ გვისაუბრია ტყის მნიშვნელობაზე. კიდევ ერთხელ რომ შევახსენოთ მოსახლეობას, რას გვაძლევს ტყე, რა როლი აქვს, რამდენად მნიშვნელოვანი არის ის თითოეული ჩვენგანისთვის და ალბათ უფრო მეტად გააცნობიერებენ შემდეგ ამის შემდეგ რატომ უნდა მოუარონ ტყეს. მადლობა ამ კითხვისთვის. პირველ რიგში მინდა რომ მადლობა გადაგიხადოთ, ვინაიდან
მუდმივად გვითმობთ ეთერს ტყის თემატიკასთან დაკავშირებით მსჯელობისთვის და ძალიან დიდ როლს თამაშობს მედია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაში ამ მიმართულებით. რაც შეეხება ტყის მნიშვნელობას, ეს არის ჩვენთვის ასე ვთქვათ ძალიან მარტივ ენაზე რო ვთქვათ ჩვენი ფილტვები და ის სიჯანსაღი, რომელიც ყველა ადამიანს გვჭირდება. თუ კი გარემოს დაბინძურება ქალაქში და ინდუსტრიულ ზონაში არის ძალიან დიდი მაჩვენებლის, ეს ტყეში 100-ჯერ უფრო ნაკლები არის შეგვიძლია ვთქვათ. შესაბამისად, ეკოლოგიურ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, რომ ტყეები მაქსიმალურად იყოს შენარჩუნებული და ამ PR კამპანიის ფარგლებში მინდა ვთქვა, რომ სხვა PR კამპანიებმაც გამოიღო უკვე შედეგი, რომ მოქალაქეები აღიქვამენ ტყეს, როგორც მათ ასე ვთქვათ შემადგენელ ნაწილს და ერთობლივობაში აღიქვამენ ტყესთან თავს. ახალგაზრდა თაობა განსაკუთრებით აქტიურობს ამ მიმართულებით და ეს ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი არის ვფიქრობ. გარდა მედიისა, როგორ უნდა მოხდეს კიდევ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და არის თუ არა ეს პირდაპირ კავშირში სამართალდაარღვევების შემცირებასთან უკვე სამომავლო პერსპექტივაში? რა თქმა უნდა, ჩვენ მიმდინარე PR კამპანიის ფარგლებში გვაქვს დაგეგმილი მოსახლეობასთან ლაივ რეჟიმში შეხვედრები სოფლად, სადაც ჩვენი წარმომადგენლობები გაგვაჩნია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამისლის სხვა უწყებების ჩართულობით გვინდა რომ მოსახლეობა შეხვდეთ ადგილზე, ასევე მაგალითად გუშინ იყო ხის დარგვის საერთაშორისო დღე, გქონდა რიგი ღონისძიებები, მათ შორის დაირგვა სკოლებშიც ხეები მოსწავლეების ჩართულობით და ამით უფრო მიჯაჭვულობას ვახდენთ, ესე ვთქვათ, მოქალაქეების და ახალგაზრდა თაობის, როგორც უკვე ახსენე, ტყესთან. ასევე გვინდა რომ მაქსიმალურად აქტიურად მიიღოს მოქალაქეებმა მონაწილეობა სხვადასხვა ღონისძიებებში, განსაკუთრებით მოლა აღდგენის ღონისძიებებში და გვაქვს შექმნილი რიგი პლატფორმები, მაგალითად ტყის მეგობარის პლატფორმა, სადაც მოხალისეობრივ საწყისებზე არის ეს პლატფორმა აშენებული და მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა რომ დარეგისტრირდნენ და მიიღონ მონაწილეობა ტყის მოლა აღდგენის პროექტის განხორციელებაში. ერთ-ერთი კლასიკური მაგალითი და პირველი, ესე ვთქვათ, ყველაზე მნიშვნელოვანი გვაქვს რომ მაგალითად ჯვრის მონასტრის ფერდობი კარგად მოგხსენებათ, როცა გავდივართ თბილისიდან, იქ მცენარეებით არ არის ეს ტერიტორია განაშენიანებული და გვინდა რომ ამ პროექტის ფარგლებში უკვე დაწყებული გვაქვს ღონისძიებები და მიმდინარეობს იქაური მოლა აღდგენისნა და გვინდა რომ განაშენიანდეს ის ტერიტორია და ხელმცენარეებით იყოს დატვირთული სამომავლოდ. ბოლოს მინდა გკითხოთ, თქვენ არაერთხელ ახსენეთ ახალგაზრდები, იმ ადამიანებს შორის, ვინც ჩადის სამართალდაარღვევას, რა ასაკობრივი კატეგორია ჭარბობს? უფრო ასაკიან ხალხზეა საუბარი? უფრო ასაკიან ხალხზეა საუბარი ნამდვილად. ახალგაზრდები არ არიან იმდენად მოწყვლადი, მათ ურჩევნიათ გარემოსთან ერთად ან ლაშქრობებით დაკავებული ადამიანები არიან, პიკნიკზე დადიან და ასე შემდეგ, მათ ისინი უფრო მტკივნეულად აღიქვამენ საბედნიეროდ, ესე ვთქვათ, გარემოზე უარყოფით ზემოქმედებას. და ცოდნა როგორ უნდა მოიქცნენ თუნდაც პიკნიკის შემდეგ. და ინფორმაციული წვდომაც უფრო აქვთ ონლაინ მედიასთან, ონლაინ სივრცეებთან და იქაც, როცა უკვე კამპანიას ვაწარმოებთ, მათ აქვთ სანქციებზეც მათ შორის, ესე ვთქვათ, უფრო მეტი ინფორმაცია.